დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ისმის, რომ წამლის მზარდ ფასებს სუბსიდირებით უპასუხებს. რას ნიშნავს ეს? ან რომელი კომპანიის, რომელი წამლის სუბსიდირებაზეა საუბარი და მოხსნის კი ეს პრობლემა საერთოდ, ან კიდევ სხვა პრობლემის კორუფციის რისკს ხომ არ გააჩენს ეს კითხვები, რაც ამ პროგრამაზე ჩდება. აგრეთვე რატომ ვერ მოხერხდა თავდაპირველად დაგეგმილი სქემის ამუშავება, რაც ბაზარზე კონკურენციის გაზრდით ფასების დაწევას გულისხმობდა. ყველა ამ კითხვას ახლა ვალერი კვარაცხელია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო ვალერი. ჩვენ გაგაცანით კვლევა და თქვენც იცნობთ ამ კვლევას და ჩვენ ხედავთ, რომ იმ ფონზე, როდესაც თითქმის 80% მოსახლეობის მოცულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მაინც აი ექსპერტთა განწყობა და მოლოდინები არის ნეგატიური და სწრაფად იზრდება ეს ნეგატიური მუხტი. ცხადია, ეს უკავშირდება პირველ რიგში და არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, აი წამლების მზარდ ფასებს. იყო ესეთი თქვენს გახსოვთ ხო, გეგმა, რომ შემოვიდოდა მსხვილი ფარმაცევტული კომპანია, რაც გაზრდიდა ბაზარზე კონკურენციას, მაგრამ ეს არ მოხდა. რა ხდება მაშინ, აი რას აკეთებს სამინისტრო, რა გესახებათ გზად იმისა, რომ აი დარეგულირდეს ფასები წამლებზე, მით უმეტეს რომ წამლების სააგენტო აღიარებს, რომ 1000%-იან მოგებაზე მუშაობენ კომპანიები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. საკითხი ძალიან აქტუალურია და ჩვენ ამაზე გვიწევს ყოველდღიურად მსჯელობა. მე ძალიან ცუდად მესმის, თუმცა მაინც გავიგე, რომ ექსპერტების 40% ფიქრობს ასე, მე არ ვიცი დანარჩენი 60% როგორ ფიქრობს. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ბაზარი ნებისმიერი იმპორტიორისთვის ძალიან გახსნილია და თქვენ ამის შესახებ იცით. მას შემდეგ რაც პარალელური იმპორტი ხდება წამლების შემოსვლა, არანაირი პრობლემა არც ერთ იმპორტიორს არ გააჩნია შემოსვლასთან დაკავშირებით. მე სხვათა შორის ძალიან კარგად მახსოვს, რომ როცა პარალელური იმპორტის თემა შემოდიოდა ქვეყანაში, მე თქვენთან ვიყავი სტუმრად და მაშინაც ვამბობდი, რომ ეს მაინც და მაინც არ გამოიწვევდა ფასების ძლიერ დაწევას და თქვენ ალბათ აუდიტის დასკვნაში ნახეთ, რომ 4ჯერ არის აი ამ ახალი სქემის შემოღების შემდეგ გაზრდილი წამლების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ფასზე არ იმოქმედა. აი მაშინ რაში ხედავთ გამოსავალს? დიახ. რაოდენობა გაიზარდა, გეთანხმებით, მაგრამ ფასზე მას არ უმოქმედია, ეს იყო ძალიან მოკლე ეფექტი, როცა შემოვიდა ეს მცნება, მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ფასები ასე თუ ისე სტაბილურია. მე ეხლაც რამოდენიმეჯერ მქონდა ჩართვა სხვადასხვა ტელეარხზე და ვიმეორებ, რომ ფასები არ არის ეხლა კატასტროფულად გაზრდილი. ფასების გაზრდას არ უარყოფთ, რომ დაახლოებით 350 დასახელებაზე გაიზარდა ფასები. ამას ვადასტურებენ ფარმაცევტული კომპანიებიც და ჩვენ მკვეთრ ზრდას ამ წუთში არ ველოდებით. ამის ნიშანი ბოდიში შეგაწყვეტინებთ, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც წამლის სააგენტო აცხადებს, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები მუშაობენ 200, 300, 1000%-იან მოგებაზე, კიდევ რა ზრდაზე შეიძლება იყოს აპელირება და ამაზე შემიძლია გიპასუხოთ, რომ ეს განცხადება, რომელიც გააკეთა დეპარტამენტმა, ეს არის მე მგონი 2 წლის წინ გაკეთებული განცხადება. ამის გარდა თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ სამინისტრო არ ერევა კერძო ბიზნესში და ჩვენ ფასებს არ ვარეგულირებთ და არ გვაქვს ამის უფლება ფასები დავარეგულიროთ. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას ძალიან ხშირად ვამბობ, თუ დავინახეთ, რომ მოხდება მკვეთრი ზრდა და ხელმისაწვდომობა წამლებზე ჩვენი მოსახლეობის მხრიდან იქნება ძალიან შეზღუდული, ამ შემთხვევაში სამინისტრო რა თქმა უნდა ჩაერიოს ეს ჩვენი ფუნქცია, ჩვენი მოვალეობა, სხვა მოვალეობა ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ამისთვის ვემზადებით, მინდა გითხრათ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამის არც ერთი ნიშანი დღეს არ არსებობს, მაგრამ მაინც უნდა ვიყოთ მზად, ვემზადებით იმით, რომ ვაკეთებთ სიას, ესე იგი იმ წამლებზე, რომლებიც სასოცხლო მნიშვნელოვანია და გაკეთებული ეს სია, გავაკეთეთ 375 დასახელების სია, რომლის მონიტორინგი მიმდინარეობს მუდმივად, თვეში 2ჯერ. ეს ნიშნავს იმას, რომ
ჩვენ ფასებს ასე თუ ისე ვგებულობთ რა ხდება ბაზარზე, მოიმატა ფასმა, დაიკლო თუ რა ტენდენციები გვაქვს და ამის მიხედვით თუ საჭიროება იქნება ამის, იმ წუთში, იმ მომენტში, როცა ამის საჭიროება დადგება, გარკვეული ფორმით სახელმწიფო ჩაერევა. რომელი გარკვეული ფორმა? და თუ გარკვეულია ჩვენ ძალიან მრავალი ფორმა არსებობს, შეიძლება სასოფლო მშრომელობის რომელი გესახებათ ყველაზე მიზანშეწონილი? მე ამ წუთში ვერ გეტყვით რომელია ყველაზე მიზანშეწონილი ფორმა, ბევრია, შეიძლება მოხდეს. მაშინ მეკითხავთ, იმიტომ რომ ორი გაჟღერდა, ერთი არის რომ სუბსიდირება, მეორე პირდაპირ შესყიდვა. ანუ მესამეც არსებობს და მეოთხეც არსებობს სასოფლო მნიშვნელოვან პრეპარატებზე ზედაზღვარის დაწესება და თქვათ იმოგების დაწესება, რომლის ზევით არ შეიძლება თქვათ ამ პრეპარატების გაკიდვა და კიდევ მრავალი სხვა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიძახე, ამ შემთხვევაში ამის საჭიროება არ არის. თუ იქნება, კონკრეტულად მაშინ თქვენთან ერთად რა თქმა უნდა და ღიად ვისაუბრებთ ამის შესახებ. თუმცა ამ წამლების შერჩევა თავისთავად წარმოშობს კორუფციულ რისკებს, ხო? იმიტომ რომ ცხადია, იქნება დაინტერესება ფარმაცევტიკულ კომპანიების, რომ ამ თუ სუბსიდირება იქნება მოხდნენ ამ სიაში, თუ არ იქნება სუბსიდირება ზედაზღვარი, მაშინ არ მოხდნენ ამ სიაში. აი ეს რისკებიც თუ არის გაცნობიერებული ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, თქვენ ხომ იცით რა სქემით ხდება თქვა ფასების გაბერვა. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ შემომტან კომპანიას აქვს შუამავალი რგოლები, რაც გზადაგზა ან საბაჟოზე დაფიქსირებულ ფასს, შემდეგ ზრდის 200-300-1000%. მე ერთ რამეში იქნება იმ სქემას თქვა მოიაროს. მე ერთ რამეში დაგეთანხმებით, რომ ფარმაცია არის მაღალი რისკის მატარებელი პროფესია, მაღალი რისკის მატარებელი ქმედება და ამიტომ მისი საერთოდ რეგულაციის გარეშე დატოვება არ შეიძლება. ჩვენს ქვეყანაში იცით, რომ ძალიან სერიოზული დერეგულაცია მოხდა, ფაქტიურად სამინისტროს ფუნქცია თითქმის ნულამდე არის დაყვანილი და იყო დაყვანილი. ჩვენ ახლა გვაქვს მცდელობები, როგორც გარკვეული წელს რაღაც საკანონმდებლო ცვლილებებით მოვახერხოთ ის, რომ რაღაც პროცესები ვაკონტროლოთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ძალიან რთული თემაა და აქ ბეჭვისხეზე მოგიწევს გასვლა. აი რაზე ფიქრობთ, რა ვარიანტზე? ვარიანტზე არ დაზიანდეს ბიზნესი და ამავე დროს ჩვენს თქვა გქონდეს საშუალება იმ სფეროებში, სადაც ხედავთ, რომ გარკვეული თქვა დარღვევებია, რაღაცნაირად მოვახდინოთ ზემოქმედება. აი კონკრეტული მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თქვა ავტორიზირებულ აპტეკებთან დაკავშირებით, რომელიც მუდმივი თემა არის პრესის და ტელევიზიისთვის, ხდება თქვა ურეცეპტოდ გაყიდვა, იქ არის გაზრდილი ფასები, ჩვენ არ გვაქვს რეგულაციის ქმედითი მექანიზმები, ერთადერთი რაც 2012 წელს მოხდა ეს იყო 6000 გახდა ჯარიმა, მეორე შემთხვევაში 12000, თუმცა დრომ გვანახა, რომ ეს არ არის ქმედითი მექანიზმი და ეს ფასებს არ ეხება. ეს ფასებს არ ეხება საკანონმდებლო ცვლილებას, იმიტომ რომ დღეს შეიძლება ეს აპტეკი დააჯარიმო, ხარ შეიძლება ლიცენზიაც გააუქმო და მეორე დღეს შემოდის სხვა იურიდიული სახელით იმავე მისამართზე და მათ უკან ისე ის ადამიანებიდან, რომლებიც თქვა ამ დარღვევას აპტეკების კონტროლი ფასებს არ ეხება, ეს არის თქვა ის რეცეპტურის დაცვა და ასე შემდეგ სერვისი. ვერ გეტყვით ასე რომ არ ეხება, ეხება ფასებს. და ეს ავტორიზებული აპტეკების რაოდენობა არის 13% მთლიანი აპტეკების ბაზარზე. 13%, თუმცა ამ 13% ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იმიტომ რომ ეს არის სპეციალიზირებული პრეპარატები, რომლის გაყიდვა ბევრ სხვა რამეზეც მოქმედებს. ამიტომ ამ მიმართულებით ეს გვექნება, კიდევ ერთხელ ვიძახე, სახელმწიფოს ფუნქცია არ არის ფასების რეგულაცია და ჩვენ ვერ დავიწყებთ ახლა ფასების რეგულირებას, იცით თქვენ ძალიან კარგად. ამიტომ ასეთი მექანიზმებით რაღაცნაირად ზედაზღვარს დავაწესებ თუ საჭიროა, ასე რომ არ გამორიცხავთ ამასაც. მე მინისტრმა განაცხადა ასევე შაშანი იყო თუ შაშანცი, რომ ერთი ნაბიჯი იმსაც რომ ეს ფასები დარეგულირდეს, ისე რომ პირდაპირ ჩარევა არ მოხდეს, რომ იქ მოხდეს ხარისხის კონტროლი. და აი მაშინ უკვე რეალურად გაჩნდება კონკურენცია და თქვათ უფრო მსხვილი მოთამაშეები შეძლებენ ბაზარზე შემოვალ დაინტერესდებიან, იმიტომ რომ ეხლა იქნება არათანაბარი კონკურენცია, იმიტომ რომ შემოიტანს დაბალ ხარისხთან უფრო იაფს, არა უსაფრთხოს და შემდეგ საბამისად დაბალ ფასიან თქვათ. გეთანხმებით ამაში, გეთანხმებით ამ კითხვაში და მინისტრმა ვიციბრძანა ამის შესახებ, ჩვენ მუშაობთ ამ მიმართულებით. ეს საკმაოდ რთული თემა, ეს არ არის მარტო თქვათ ჩვენ წარმოგვიდგენია ისე რომ ეს არის მარტო ლაბორატორია, ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, ეს არ არის მარტო ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, თუმცა ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და მექანიზმია და ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. ლუგარის ლაბორატორიის გასვლის შემდეგ ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრში საკმაოდ სერიოზული ლაბორატორია დარჩა, რომლის ადაპტირება მიმდინარეობს ახლა რომ ის გამოყენებადი იყოს ფარმაცევტული თქვა მიმართულებისთვის და ეს პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს ახლა. რეცეპტის შემოღება, რომელზეც ზოგიერთი საუბრობს, რომ ეს პარატინა ფურცელია, ჩვენთვის
პრინციპს არ არის ფარატინა ფურცელი და სერიოზული დოკუმენტია და რეცეპტი ქვია მას და ეს არის ერთ-ერთი მიმართულება ხარისხის კონტროლის მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ელემენტარულად შევძლებთ დავადგინოთ თუ რა მედიკამენტებზე არის ძირითადი მოთხოვნა, სერიოზული მოთხოვნა გაჩნდება, მე მინდა გავაფრთხილო ყველა სამედიცინო დაწესებულება გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით, თქვენ ახსენებდით ამას წინა გადაცემაზე და აბსოლუტურად სწორად მართებულად ახსენებდით, პრობლემაა ეს სერიოზული ქვეყანაში, ჩვენ ისინი ვალდებული არიან დღევანდელი კანონმდებლობითაც კი, რომელსაც უამრავი ხარვეზი აქვს, ვალდებული არიან გვერდითი მოვლენების შესახებ აცნობონ თქვა რეგულირების სააგენტოს. თუმცა ამას კვლევა ჭირდება და თუ კვლევის ინფრასტრუქტურა არ არის, ლაბორატორია არ არის, პერსონალი არ არის, სტრუქტურა არ არის. არა, ამ შემთხვევაში გვერდით მოვლენების კვლევა არ ჭირდება, გვერდით მოვლენების ჭირდება დაფიქსირება ელემენტარულად ექიმის მიერ, რომ ამან და იმ მედიკამენტმა გამოიწვია თქვა ესა თუ ის გვერდითი მოვლენა და ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ თუ ისინი ასე გააგრძელებენ და არ გვაცნობებენ, ნუ რაღაც ღონისძიებები იქნება გასატარებელი იმ სამედიცინო დაწესებულების მიმართ, რომლებიც თქვა არ გვაძლევენ ინფორმაციას გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე ფარმაცევტულ ასოციაციებთან სერიოზულად მუშაობთ, რომ თქვა იგივე აფთიაქებში გაჩნდეს გარკვეული დაფები, სადაც პირდაპირ პაციენტები და თქვა ფარმაცევტები შეძლებენ აღნუსხონ ის გვერდითი მოვლენები, რომელიც ამა თუ იმ პრეპარატს გააჩნია. ამის გარდა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წევრიანდებით ახლა საერთაშორისო ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რომელიც მოგცემ საშუალებას ჩართული იყოთ ონლაინ რეჟიმში და თუ რომელიმე თქვა სერიოზული ქვეყნის საფთიაქო რეგულაციის დეპარტამენტი ჩათვლის, რომ თქვა აქვს გვერდითი მოვლენები და ეს პრეპარატი მიუღებელია, ჩვენ იმ წუთში გვექნება ეს ინფორმაცია. თუმცა 2 წელი გავიდა ამ სქემის გამართლებული სქემის შემოღებიდან და ალბათ ეს მარტივად შეიძლებოდა გაკეთებულიყო აქამდე დამენთანხმეთ. არ არის ეს ძალიან მარტივი დამენთანხმეთ. ასოციაციაში გაწევრიანება რატო არ არის მარტივი? ნუ საწევრულ გადახდა უნდა. იყო მე ვიცი ახლა რომ ზუსტად ვაკეთებთ ამას ამ წუთში. მეც რა მინდა კითხოთ, აი სანამ ეს წამლების თემა არ დარეგულირდება და როგორც ჩანს საკმაოდ ჯერ გადაწყვეტილი არ არის რა სქემით წახვალთ და რა ნაბიჯებს გადადგამთ, უნდა ველოდოთ თუ არა დაპირებულ მესამე ეტაპს ამ საყოველთაო ჯანდაცვის, რომელმაც უნდა მოიცვას მედიკამენტების რაღაც ნაწილი მაინც. ჩვენ ამის შესახებ გავაკეთეთ, მინისტრმა გააკეთა განცხადება, როცა პრეზენტაცია ჰქონდა 2014 წლის საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის, სადაც ჩვენ გაზაფხულიდან დავიწყეთ ამას მუშაობას და სადღაც შემოდგომისთვის მე მგონი ეს კომპონენტი უკვე შემოვა თქვა საყოველთაო ჯანდაცვის მთლიან პროგრამაში. რაღაც ჯგუფზე წამლების, რომელიც ალბათ გადაუდებელია. თავისთავად, რა თქმა უნდა, ყველა წამალზე ეს ვერ გაკეთება, თქვენ ძალიან კარგად გესმით ამას. ხო არა გაქვთ ნაფიქრი, რომ თქვენ თვითონ შეიძენთ ამ წამლებს ამ პროგრამისთვის, თუ ესეც თქვენ ძალიან კარგად გეს, ეს არ არის სამინისტროს საქმე, თქვა წამალი შეიძინოს, მერე და საწყობს ჩვენ მაშინ უნდა გავხდეთ წამლის დისტრიბუტორი. თუმცა ფორს მაჟორულ სიტუაციაში ღმერთმა ართმას ასეთი დაგვიდგეს, არაფერს არ გამორიცხავთ. კარგი, ნუ მე კიდევ ერთ ბერკეტს გეტყვით, რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით არის ვალდებულება საქართველოს მხარეს, რომ აი სქემები, რაც ამ წამლის შემთხვევაში იწევს ფასების გაბერვას, ეს არის რომ ერთი კომპანია შემომტანი, იგივე არის დისტრიბუტორი, იგივეა გამყიდველი. აი ესეთი სქემებს ევროკავშირი ეწინააღმდეგება. შესაბამისად ეს ხელფეხს გიხსნით აბსოლუტურად, რომ მსგავსი ინიციატივები საკანონმდებლო დონეზე გაიტანოს. დიდი მადლობა ამას მეუბნებით, თქვენ ჩართულობაც ამაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვეცდებით ყველა ეს სქემა დავანგრიოთ. კეთილი, დაველოდებით და იმედი გვაქვს, რომ მოგცემთ საშუალებას მივადევნოთ თვალი თქვენი დახმარებით ამ პროცესებში. დიდი მადლობა, აუცილებლად.